გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისში მცხოვრები ძმები უმეკაშვილები დახმარებას ითხოვენ. ამბობენ, რომ საცხოვრებელი სახლი, სადაც ამჟამად ცხოვრობენ, დანგრევის პირასაა და რეაბილიტაცია ესაჭიროება. იმის გამო, რომ უმეკაშვილებს მცირე შემოსავალი აქვთ სახლის შეკეთება, საკუთარი სახსრებით ვერ ახერხებენ. მეზობლების თქმით, 3 ძმიდან შრომის უნარიანი მხოლოდ 1-ია და დანარჩენი 2 შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახის შემოსავალი, სოციალური შემწეობა და ჯანმრთელობის პრობლემების გამო დანიშნული მცირედი თანხაა. დედამ მიგვატოვა, სანამ წასული იყო, მამაჩემ რო დაიღუპა, ბომბი იყო. ის არ აქვს. სიმსიმინე გქონდა, კიბო გქონდა, გავუჩნდა, მოკდა. მე მეზობელი დაგვიხმარა იმაზეც არ დასამახატად რამე, მაგრამ ახლა დავდოთ ჩვენ არაფერი შეშველება არ აქვს. ეს ნოგინებიცა მეზობელმა გვიყიდა. რო ვისაო, ეგრე არ ეყაროთ, არ დაიხოთ რამე იყო. ხო და ეს ინვალიდები ძმები მყავთ ფეხების ტკივა. ეს ფეხის ტკივა ეს ვერ ლაპარაკობს, ვიცი სინ ლაპარაკობს. ვერ ლაპარაკობს და წესია. მინდა რომ დავხურჯი. ემთავრობა მოთხოვა რომ ეს ეთი ოთახი მაინც გამიგეთო. მე სხვას არაფერს არ ვთქვა და ეს გამები და რამე ისტორიულ დამეხმარო. შრომის უნარიანი კია, მაგრამ მაინც სჭირდებათ თავისებური დახმარება. ბავშვები პენსიას იღებენ, დახმარებასაც იღებენ, მაგრამ მაინც ეს ამათთვის არის ზღვაში წვეთი. ოჯახს ბევრი სჭირდება. ბიჭები არიან და თავისებურად არც ეს თავისი კუთხე არ აქვს. კარგი იქნება თუ დახმარებას გაუწევს სახელმწიფო.